თავისუფლება სინდისის პატიმრებს, პოლიტიკურ პატიმრებს, პოლიტიკური პატიმრები და სინდისის პატიმრები ყავთ ხოლმე ისეთ სისტემებში, რომელიც არის ძალიან კარგად აღწერილი გენიალურ ქართულ ფილმში მონანიება და დღევანდელი წერილის გაცნობის შემდეგ მე კიდევ ერთხელ დამეუფლა ის შეგრძნება, რომ ივანიშვილი თანდათან უფრო გვაახლოვებს იმ სცენარს, რომელიც არის მონანიებაში. ისეთ ქვეყანად გვაქცია თავისი პოლიტპატიმრებით და თავისი მეთოდებით, ფსიქიკური ზეწოლის, წარმების მეთოდებით, მათ შორის, როგორიც ხდებოდა თუნდაც იმ ტოტალიტარულ პერიოდში, წითელი ტერორის დროს, რაც ალეგორიულად იყო აღწერილი მონანიებაში და ახლა ძალიან უახლოვდებით მსგავს განვითარებას მოვლენებისას. თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი, აი დღეს მომაგონა კიდევ ერთი პარალელი უნდა გავავლო, მონანიების პერსონაჟი მიხეილ კორიშელი, რომელიც გენიალურმა კახი კავსაძემ განასახიერა ეკრანებზე, ოღონდ რაღაცნაირად პირველადი შთაბეჭდილება ისეთია, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ კორიშელის გზას უკუღმა გადის, ხო? მიხეილ კორიშელი ბოლოს გატყდება და მზად არის, რომ ყველაფერი აღიაროს, რომ რაც უფრო დიდი იქნება გზა ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი, მით უფრო მეტად შეიძლება მას ჰქონდეს გადარჩენის შანსი. ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში მოხდა პირიქით. ის გაჩუმდა, მან მდუმარედ მიიღო ის სასჯელი, რომელიც უწყალობა ივანიშვილმა და ცოტა ხნის წინ იყო სულ რაღაც, როდესაც მისმა მეუღლემ ისეთი პოსტი გამოაქვეყნა, ხო, ივანიშვილის სამადლობელი, რომ ადამიანურად შეგეცოდებოდა. შეუძლებელია ადამიანი ესე არ შეგეცოდოს, როდესაც ხარ სოციალურად მიჭყლეტილი პრაქტიკულად და აღარავინ დაგრჩა გარშემო, ვინც შეიძლება გამოგეკომაგოს, იმიტომ რომ შენ თავად იყავი იმ მანქანის ლოკომოტივში, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებდა, როგორშიც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩააგდო ივანიშვილის რეჟიმმა, როდესაც შენ თავად ემსახურებოდი და თანაშემოქმედი იყავი სისტემის და შემდეგ, როდესაც სისტემამ თავად შენ ჩაყლაპა, სისტემის დარჩენილი ნაწილები აღარ იყვნენ შენი კომაგები. რა მოხდა ახლა მე არ მინდა განსაკუთრებული მარჩიელობა, მაგრამ და რა შეიძლება ამის უკან მიდგეს თქვენ ახსენეთ. ბუნებრივია და ალბათ მხოლოდ მოსაზრებების დონეზე შეგვიძლია ეს თემა გავშალოთ. უბრალოდ რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის სარწმუნო, რომ შესაძლოა რაღაც სულ სხვა პროცესს კონდეს საქმე, ღარიბაშვილი დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს და ის რომ მას თხოვეს რომ პოლიტიკაში აღარ დაბრუნდეს, პირიქით მას კონდეს რაღაც ასეთი ამბიცია, აი ეს არის თქვენთვის სარწმუნო? ხო, არ ვიცი, იმდენად ბსკერზე დაიყვანა ივანიშვილმა ღარიბაშვილი, იმდენად მისი რეპუტაცია გაანულა, რომ იქიდან ალბათ ძალიან რთული ტრამპლინი იქნებოდა ახალი პოლიტიკური მოძრაობისათვის, ან როგორ უნდა დაიბადოს ახლა ღარიბაშვილისგან ახალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეს ცოტა რთულად შეიძლება გვესახებოდეს. მე აქ უფრო მეტად მჯერა და ვხედა უფრო სწორედ იმის თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანის ბუნება. ერთი მხრივ ღარიბაშვილი, რომელიც იყო პრაქტიკულად შვილობილი, ხო, აი ივანიშვილმა ესე წარმოუდგინა საზოგადოებას ჯერ კიდევ 2012 წლამდე, რომ ის იყო მისი მარჯვენა ხელი, ყველაზე მეტად მისი პერსონალური მანდატით აღჭურვილი ადამიანი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა ჩაება დიდ პოლიტიკაში და იყო ასეთ ახალგაზრდა ასაკში მისი ადგილმონაცვლე, რომელიც მანამდე იყო პრაქტიკულად მის ბიზნეს წიაღიდან მის ბიზნეს წიაღში გამოზრდილი, მისი პროტეჟე, შემდეგ ერთხელ აპატია თუ როგორც იყო, შემდეგ წავიდა ღარიბაშვილი რაღაც კორუფციული კავშირების გამო და ისევ დააბრუნა, როდესაც დაჭირდა როგორც რაღაცა გარკვეული კოზირი და ის ყოველთვის პირუთვნელად ასრულებდა ხოლმე ივანიშვილის გოშიის ფუნქციას და ამ შემთხვევაში ივანიშვილისთვის შეიძლება კარგადაც ასრულებდა და არაფრად დაგიდევდა სხვა საზოგადოებრივ აზრს. შემდეგ ეს ყველაფერი ლაფში ამოისვარა, მაგრამ ამავდროულად ეს იყო ლუსტრაცია და დისკრედიტაცია თვითონ ქართული ოცნების როგორც გუნდის, რომელიც წლების განმავლობაში ხოტბას ასხამდა საქართველოს ხალხის წინაშე, მათი ამომრჩევლების წინაშე, როგორც მინიმუმ იყო ემისარი, ხო, ქართული ოცნების ელჩი იყო, პირველი პირი იყო და შემდეგ ეს პირი თურმე აღმოჩნდა კორუფციაში მხილებული. განა მე იმის მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კორუმპირებული არ არის.
რა თქმა უნდა მე არ ვარ სასამართლო, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილიც ისევე როგორც ყველა, ირაკლი კობახიძეც და ბიძინა ივანიშვილიც და ნებისმიერი მოქალაქე ნორმალური ქვეყანა, როდესაც გვექნება, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და არა მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოს. ღარიბაშვილის საქმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამნაშავე ადამიანიც, კრიმინალიც კი შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნილი. დამნაშავეც შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიმარი, ეს არის საერთაშორისო სამართლით და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული კრიტერიუმები, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც აკმაყოფილებს, ხო, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ რეალური მოტივი კი არ არის კორუფციასთან ბრძოლა და საერთოდ ეს რაღაც კამპანია, რაც კობახიძემ წამოიწყო, ეს ხო კორუფციასთან ბრძოლა არ არის. საქართველო იხრჩობა კორუფციაში. კახა კალაძე, რომ ხელმძღვანელობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, აი ეს უწყება არის მთელ სახელმწიფო აპარატში ყველაზე კორუმპირებული. ყველა სამინისტრო, ტენდერები, იქ რაღაცა საკომისიოები იძირება მთელი ქვეყანა სისტემურ კორუფციაში. ამაზე ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში, მათ ერთი მხრივ თავადვე დაადასტურეს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვათა მხილების დროს, რომ ეს ასეც იყო, ოღონდ პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკურის ამაზე არ უნდა ქართულ ოცნებას, როგორც გუნდს, არც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, არც ირაკლი კობახიძეს გეგონება, ირაკლი კობახიძე უცხო პლანეტელი არის და ახლა დაეცა ქართულ ოცნებას რაღაც მასშტაბურ რგოლად და მანამდე მისი გუნდის წევრი არ იყო. კორუფცია ღარიბაშვილისგან ბევრს პოლიტიკურ წრეებში არ გაკვირვებია, მაგრამ არა თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, არამედ აი ამ ორი ირაკლის შორის დაპირისპირება და რაღაცაერთ ასე ჩანდა, რომ თითქოს მისი პატიმრობით ეს ეტაპი დასრულდა, მაგრამ ნახოთ მოკლედ ხვალ რა განცხადება იქნება, საინტერესო გაგრძელება. ნახოთ რა დაველოდებით, ღარიბაშვილი არ იყო რიგითი კოცი, ის იყო პრემიერ-მინისტრი საქართველოსი და ნახოთ ხვალ რა იქნება, მაგრამ ერთი სიმპტომია და ამაზე დავასრულებ, რომ ქართული ოცნების შიგნით არავის არც მაღალჩინოსანს და არც ყველაზე დაბალ რგოლში მყოფ პირს არ აქვს მშვიდად ყოფნის უფლება. ეს არის ის ურჩხული ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემისა, თვითონ სისტემა არის ურჩხული და ლევიათანი, რომელიც თავისივე შვილებს თავად შეჭამს. ასე იქცევა ივანიშვილი და ასე მოიქცევა მომავალში. საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეთ დღეს თქვენ სარჩელი. მოგვიყევით რა რის გაუქმებას ითხოვთ და რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს. დღეს საუბრობდით თქვენი გუნდის წევრებთანაც, შესაძლოა საერთოდ არ იყოს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლება აღდგება, მაგრამ გითხარით მაინც თქვენი ამ პროცესში ჩართვის შესახებ. მადლობა თქვენი კითხვის ამ რაკურსში გასვლისთვისაც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის იმედი და რეალური პერსპექტივა უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოში მომლოდინე პროცესისა და მეორე არის თვითონ ბრძოლა და შინაარსი. ჩვენ თავიდანვე ვიტყვი, როგორც პოლიტიკურ გუნდს და მე პირადად, ხო, როგორც ამ გუნდის წევრს, უბრალოდ სხვა უფლება არ გვაქვს და არ გვქონდა, რომ ჩვენი ემიგრანტები მიგვეტოვებინა ამ საქმეში და ინსტიტუციური ბრძოლა არის ახლა ის პრაქტიკულად ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც ახლა ამ ეტაპზე ჩვენ გაგვაჩნია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ადრეც იყო და საზოგადოებას მოეხსენება, რომ საზღვარგარეთ იხსნებოდა საარჩევნო უბნები და რისთვისაც ადრე ვიბრძოდით, იყო რომ უფრო მეტი უბანი გახსნილიყო, რათა უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ჰქონოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ჩვენ არ დაგვაუწყდეს, რომ საუბარი არის ასობით ათას ადამიანზე, იმ ემიგრაციაზე, რომლის კისერზეც ცხოვრობს პრაქტიკულად დღევანდელი საქართველოს 3.3 მილიარდი არის ყოველწლიური გზავნილები ამ ადამიანებისგან თავიანთი ოჯახებისათვის. ეს თანხა შემოდის საქართველოს ეკონომიკაში და ეკონომიკურ ცხოვრებაში ასეთ მონაწილეობას და წვლილს რომ იღებს ეს ხალხი, ქართულმა ოცნებამ დატოვა ყოველგვარი შანსის გარეშე რომ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მიიღონ მონაწილეობა და მოქალაქეობიდან დარჩენილი ერთადერთი ბერკეტი არჩევნებში მონაწილეობა ისიც აუკრძალოს. რატომ თან ცინიკურად ეუბნებიან რომ ამას ფორმალურად არ გიგზავნოთ, ჩამობძანდითო და აქ მიიღეთ მონაწილეობაო არჩევნებში, არჩევნების დღესო. ევსაუბრებიან თითქმის მილიონამდე ქართველ ამომრჩეველს. იცით ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ 2024 წელს იმ უბნებზე, რომელიც საზღვარგარეთ შეიქმნა და იქ სადაც არ გქონდა ქართულ ოცნებას არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა, არც კარტოფილის და დარიგების და რაღაც მოსყიდვის აზრი არ იყო იქ, არც რესურსი იყო, არც манипуляციების, არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, არც დაშინება მოსყიდვის და შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარდა იქ არჩევნები, ქართული ოცნება გაპარტახდა, პირწმინდად დამარცხდა და
მხოლოდ 13% მიიღო. ამის პასუხად ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ უბრალოდ არ გაიხსნება საზღვარგარეთ უბნები. ყოველგვარი არგუმენტაციისა და მოტივაციის გარეშე და ცინიკურად განაცხადა, რომ ჩამოდით და აქ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებშიო. აქ სამართლებრივად ერთი საკითხიც ჩდება. მოგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუმტკიცოთ, რომ ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ჩვენ ამ სარჩელზე მუშაობდით თვეების განმავლობაში, ძალიან კვალიფიციური გუნდი იურისტებისა და კონსტიტუციონალისტებისა და ეს არის სამართლებრივად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბრწყინვალე არგუმენტაცია იმის დასამტკიცებლად, რომ ქართული ოცნების ეს აქტი უბრალოდ რეგულაციის ცვლილება კი არ იყო, ეს არის ანტიკონსტიტუციური აქტი. ჯერ ერთი ეს შესაძლებლობა ჰქონდათ ადამიანებს და მათ წაართვებს, ტერმინი არჩევნები არის კონსტიტუციური ტერმინი და ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ საარჩევნო კოდექსით ეს ტერმინი გამოეშიგნათ, აი ეროზია გაეკეთებინა და ისე განემარტათ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური განმარტება და ამავდროულად ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანებისა გულისხმობ ჩვენი დიპლომატიური მისიის მუშაკებს, საელჩოების და საკონსულოების წარმომადგენლებს. მათთვის რა პასუხი აქვს ქართულ ოცნებას? რო ეუბნებიან დაუშვათ სხვა ემიგრანტებს, რომ ჩამოდით არჩევნების დღესო და აქ მიიღეთ მონაწილეობაო, კონსულებმა და საკონსულოს თანამშრომლებმა და საელჩოს თანამშრომლებმა რა ქნან დატოვონ ის პოსტები, რომელიც პირდაპირ აქვთ დავალებული სახელმწიფოსგან, რომ უნდა ჰქონდეთ და იქ იმუშაონ და იმ დღეს ყველა საქართველოში ჩამოვიდეს და ჩამოიშალოს მთელი ჩვენი საგარეო აპარატი? ანუ ამ თვალსაზრისით ეს უზარმაზარი კატეგორია ჩვენი ადამიანებისა, ჩვენი თანამოქალაქეებისა, დიპლომატიური მისიის მუშაკები გაუთანაბრეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს, რომელთაც ასევე პრაქტიკულად აქვთ ჩამორთმეული საარჩევნო უფლება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს ძალიან დიდი მასობრივი ხასიათი. ეს სარჩელი მზად არის, ეს სარჩელი საჯარო იქნება, გამოქვეყნდება ცოტა ხანში და მე მოუწოდე დღესაც და თქვენი ეთერითაც მინდა ვისარგებლო, მოუწოდო თითოეულ ემიგრანტს ნებისმიერ ქვეყანაში შემოგვიერთდნენ. ჩვენ მათ გავუწევთ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთ რამეს ამბობდა ქართული ოცნება, რომ რა მოხდა შემმერე 4 წელიწადში ერთხელ თუ კი პოლიტიკურ პროცესში გინდა მონაწილეობა და გინდა რომ შენ მახმამ რაღაც გადაწყვიტოს 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში უნდა დაბრუნდე, თითქოს რაღაც აი მორალურ მხარეზე ამახვილებდა ყურადღებას. არადა ქართულმა ოცნებამ იცის ემიგრანტთა დიდი ნაწილია ისეთი, ვისაც ფიზიკურად არ შეუძლია სამართლებრივი პრობლემების გამოც თუ თუნდაც ფინანსური საკითხების გამო. აბსოლუტურად გეთანხმებით. რა რეალობა დადგება, ანუ თუ არ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, შემდეგ არჩევნებში რა რეალობა იქნება? აბსოლუტურად გეთანხმებით, აი მაგალითად ბოლო არჩევნებზე 2024 წელს ხო რიგები იდგა, მთელი დღის განმავლობაში ადამიანები იდგნენ, იქ გახს რა უბნებიც გაიხსნა იმ უბნების წინ, იმისათვის რათა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და საათები ზოგმა იფრინა, ზოგმა იმგზავრა იმისთვის, რომ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი გადაეხადათ სამშობლოს წინაშე. წარმოიდგინეთ, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა თქმა უნდა, ანუ წარმოიდგინეთ ნიუ-იორკში რომ გაიხსნა უბანი და რაღაცა შორეული შტატიდან, ცენტრალური შტატიდან, ან სამხრეთის შტატიდან, ტექსასიდან, ნევადადან ვინც ჩავიდა საათები და ათასობით კილომეტრი დაფარა იმისთვის, რომ რამდენიმე საათი დგარიყო რიგში და შემდეგ რამდენიმე წუთი მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, ამის შესაძლებლობასაც ართმევენ და ცინიკურად ეუბნებიან, რომ საქართველოში ჩამოდითო, თუ პატრიოტები ხართო. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს პირდაპირ სულში ჩააფურთხეს და უთხრეს, რომ თქვენ იგივე კატეგორია ხართ, როგორც მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები, იმის უფლებაც არ აქვს, რომ საქართველოში ჩამოხვიდეთო, იმ პოსტზე იყავით, სადაც თქვენ გაგამწესეთო. ასობით ადამიანი არის და ათასობით ადამიანი არის ასეთი. რაც შეეხება აქვს თუ არა ამას ბრძოლა და პერსპექტივა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ საკითხზე თუ ქართული ოცნების ნება და დათმობა არ იქნება, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური კოალიცია იმიტომ გახლავართ და იმიტომ ვეწევით პოლიტიკურ ბრძოლას, რომ ეს არის ჩვენი საქმიანობის შინაარსი, ხო? ჩვენი საქმიანობის შინაარსი არის როგორც მოქალაქეებთან ურთიერთობა პირდაპირ კომუნიკაციისას, როგორც მედიის საშუალებით ჩვენი სათქმელის მიტანა, ასევე საკრებულოში ჩვენი დეპუტატები რომ იბრძვიან და როგორც მინიმუმ მართალია მათ არ აქვს უმრავლესობა და ვერ იღებენ გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენას ვერ ახდენენ, მაგრამ ამხელენ ადამიანების პრობლემების წარმოჩენას ცდილობენ.
ქუჩის პროტესტიც ერთ-ერთი ბრძოლის ფორმაა და ინსტიტუციური ბრძოლაც, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ამ ყველაფერს თავისი შედეგი ექნება როგორც საერთაშორისო სასამართლოში და ექნება ისეთივე შედეგი, როგორც ჰქონდა თუნდაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ რო შევქმნით უზარმაზარი ბაზა საოლქო კომისიებში, CESCO-ში, სასამართლოებში, როდესაც ვასაჩივრებით, არც მაშინ ჰქონდა იმედი და ერთი წინადადებით ვასრულებ, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ქართული ოცნების პოლიტიკურ განაჩენზე ტომეულებად დადებული საქმე, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს და მანამდე ბრძოლა არ უნდა გავაჩეროთ და ჩვენ ძლიერი საქართველო ემიგრანტებთან ერთად ვიბრძოლებთ მათი ხმის უფლების დასაბრუნებლად.